გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ეთერშია დღის შოუ. მოგესალმებით, ხო. დღეს ოთხშაბათია და ყოველ ოთხშაბათ ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტიკური ფიგურა, პირველი პირი, რომელიც ილაპარაკებს ყველაფერზე გარდა პოლიტიკისა. მოკლედ დღეს ეს გენიალური დღე გვაქვს და ამ რუბრიკას ჩვენ შევარქვით უხალხსტუხოთ. პირადად ჩემთვის ეს ის საინტერესო შუალედია, როდესაც ისტაბლიშმენტის წარმომადგენელს ვიცნობთ როგორც პოლიტიკოს, ვიცით მისი გამოსვლების შესახებ, მაგრამ არ ვიცით მისი საინტერესო მხარეები, რომელიც შეიძლება გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი რაღაც პოლიტიკური აწმყო. თუმცა ეს არ არის გადაცემა სადაც საუბარია მხოლოდ პირადზე. და ეგრეთ წოდებულ სიკეთეს. არა, შეიძლება საერთოდ არ ვილაპარაკოთ, მე მაგალითად ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანია არ არის ასვისო, მაგრამ რაც მის შესახებ ვიცი, იყო მხოლოდ მისი გამოსვლა საჯარო, მისი თქვა პოლიტიკური განცხადება და მხოლოდ გუშინ მე ისეთი დეტალები გავიგე მის შესახებ, რამაც მე გამაოცა და დარწმუნებული ვარ, თქვენს მაყურებლებო, მას აბსოლუტურად სხვა კუთხით და სხვანაირად გაიცნობთ დღეს. მოკლედ, მოდით შემოვიყვანოთ ჩვენი სტუმარი, რომელიც ძალიან დაკავებულია, დარწმუნებული ვარ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხალბატონი თეა წულუკიანი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა. გამარჯობა. დაბრძანდით, მოკლედ მართლაც ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ, ოღონდ მხოლოდ თქვენი საჯარო გამოსვლა. მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? კარგად. რა კარგია. ხალბატონ თეა მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ პირველი სტუმარი თქვენ ხართ ამ რუბრიკის. ჩვენც ახლახან გავედით ეთერში, მადლობთ. და იმედი მაქვს რომ ფეხბედნიერი ხართ და იქნება წარმატებული ჩვენი ეთერი ყოველთვის. მოკლედ ვიცით თქვენი ოფიციალური CV, ეგრეთ წოდებული. ვიცით სად სწავლობდით, რა დაამთავრეთ თქვენი განათლების შესახებ, ანუ ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. მაგრამ მე როცა გავეცანი თქვენს, როცა ჩვენ ვემზადებოდით გადაცემისთვის და გავეცანი თქვენს ცნობილ ბიოგრაფიულ ეპიზოდებს, გავიგე რომ თასვლელი ბრძანდებით. ხართ რაღაც თავისუფლების მოყვარული, გიყვართ ჯირითი. ანუ იმდენი საინტერესო რამ გავიგე თქვენ შესახებ, რომ აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა შემექმნა და ჩემთვის უკვე სხვა თეა წულუკიანი დაიხატა აი დღევანდელ შეხვედრამდე. ხო და რაც თავარია გამემართლა საგრიმეროში ერთად შევედით, ეს ყველაზე მთავარია და პირველი შეხვედრა ჩემი. მაგრამ რა, ჩვენ ალბათ ერთი 40 შებანაკლები გვაქვს იმისთვის რომ ვიურთიერთოთ. ნამდვილად პირველ რიგში ვკითხოთ მაინც ბავშვობაზე. ძალიან გვაინტერესებს თუ სად დაიბადეთ, როგორ გაიზარდეთ, ვიცით რომ ძალიან უკავშირდება თქვენი ბავშვობა სვანეთს. აი, ამაზე რომ მოგვიღეთ. მე დავიბადე თბილისში და ვიზრდებოდი საბურთალოზე. მშობლებთან ერთად, მერე დაიბადა ჩემი ძმა. მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი თავიდან, იმიტომ რომ დედა მუშაობდა და შემდეგ მოხდა ისე რომ ჩემი ძმა რომ გაჩნდა, დედამ დაანება სამსახურს თავი, სამწუხაროდ და ასე ვთქვათ სამწუხაროდ თავისთვის? მისთვის სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ რა თქმა უნდა აი ეს არის თქვენი ძმა, ახლა ფოტო ჩანს ძალიან პატარა ბოდიში. დიახ. რამდენი წლით არის მოდი პატარა? ჩემზე თითქმის 3 წლით უმცროსია და როდესაც ის დაიბადა, დედამ დაანება სამსახურს თავი. და მანამდე რა კი არ ეცალა ხოლმე, ხშირად მე ვიყავი ბებია ბაბუასთან და დედას ზრდიდა უფრო ჩემ ძმას. თქვენ ერთადერთი ინტერვიუ ალბათ რაც მე წაკითხული მაქვს თქვენი, თქვენ რაღაცა სხვა დამოკიდებულება გაქვთ ბებიასთან, ამბობთ რომ ეს არის ყველაზე სამართლიანი ადამიანი დედამიწაზე, არ წყალობს თავისიანებს. რატომ მოხდა ეს რომ? ჩემი ბებია მერი თიკანაშვილი, რომელიც ქმრის გვარს შანიძეს ატარებდა, იყო ლოტკინელი და იქ დაიბადა, იქ გაიზარდა და ძალიან პირდაპირი ქალი იყო და პრინციპულიც სამართლიანი იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრჯერ საკუთარი ოჯახის წევრები მკაცრად გაუკრიტიკებია, საკუთარი შვილებიც. და მე როდესაც ის მზრდიდა, პრინციპში მინერგავდა იმას, რომ მთავარია იყო გიყვარდეს ადამიანი და იმდენად გიყვარდეს, რომ მას პირდაპირ უთხრა, რომ აი ეს ცუდია და მოდი ესე აღარ გავაკეთოთ. ეს იყო მისთვის რაღაც სიყვარულის გამოხატულება იმ უზენაესი ღირებულებისთვის, რაც არის ადამიანი ზოგადად. მას შეძლო მაგალითად ღამე დავეტოვებინე მარტო ბაბუასთან, იმიტომ რომ კარის მეზობელი ავათარის და იმას უთენებდა. ამან იმოქმედა თქვენს ჩამოყალიბებაში, როგორ ფიქრობთ? თავიდანვე რომ გაზრდილიყავით მშობლებთან უფრო შეიცვლებოდა რამე თქვენს ხასიათში? მე მგონი რომ ბებიამ ჩემი ხასიათის და ზოგადად ადამიანის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი ითამაშა და
ამ ასაკში თითქმის 40 წლის მერე ფრანგული გამოთქმა ესეთი თვალებში მყავს ვიღაცაო ამბობენ თუ ვინმე მყავს ხოლმე თვალებში სულ ბებია მყავს თვალებში ძალიან და სულ ვფიქრობ მენანება რომ დღეს არ არის მაგრამ ხანდახან მაგალითად როდესაც ტელევიზიაში ძალიან ბევრი ჭორი ისმის ის რაც მას არ მოეწონებოდა რომ ჩვენზე მოესმინა მიხარია რომ აქ არ არის. აი რა რჩევას მოგცემდათ თქვა ეხლა ის რომ იყოს თქვენს გვერდით რაღაცა შეცვლიდა თქვენს თქვა საჯარო გამოსვლაში არ ვიცი რაღაც პირდაპირობაში რომელიც თქვენ გახასიათებთ. იცით რა ძალიან ბევრ შენიშვნას მომცემდა ალბათ აი მაგალითად მახსენდება ეხლა არ ვიცი რას მეტყოდა ალბათ მაინც მეტყოდა იმას რასაც დედაც მეუბნება დღეს რომ პრინციპში ის თვლის რომ ძალიან მეტი დრო დაუთმე საკუთარ პროფესიას და კარიერას მაგრამ მახსოვს როდესაც საფრანგეთში მივდიოდი სასწავლებლად 16 წლის ვიყავი და გადავწყვიტე, იმიტომ რომ მშობლებმა მირჩიეს, სხვათა შორის, ხა 16 წლის საბჭოთა ბავშვი თავისით არ გაიღვიძებდა დილით და ხვალ მიდიოდა საფრანგეთში არ იტყოდა, რა თქმა უნდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც მაშინ საბჭოთა საქართველოს განათლების სამინისტროში ტარდებოდა და 3 ადგილი ჰქონდა საქართველოს საბჭოთა კვოტაში, ასე ვთქვათ, რომ საბჭოთა 3 ბავშვი ქართველი წასულიყო საფრანგეთში. და რომ მივდიოდი ბებიამ გამაცილა და მახსოვს მითხრა აეროპორტში რომ აბა ეხლა შენიცი იქ შენ არ ხარ თეა და არ ხარ ჩემი შვილიშვილი შენ იქ ხარო ქართველი და რაღაცას რო გააფუჭებ იცოდე რომ ქართველმა გააფუჭა იყვიანო აი ეს მითხრა და მეორე მითხრა ძალიან სასაცილო ფრაზაა ძალიან ახლობლებმა იციან ამის შესახებ მითხრა რომ იქ რომ ჩახვალ იცოდე ბიჭებს არ დაუწყო თვალების პრაწული არ ვიცი ეშინოდა რომ იქ არ დავრჩე და მე ისე კარგად გავითვალისწინე რომ თუ გჯიდად ბებია ქალდონთე ამ მშობლებით აი კუთხეში თუ დაუყენები ხარ მაგალითად კუთხეში სხვა შორის მე იმდენად ეშმაკი ვიყავი თუ ჭკვიანი არ ვიცი რომ ისე ვიქცეოდი რომ კუთხეში დაყენება იმდენ თავმოყვარე ვიყავი რომ კუთხეში არავის არ დავაყენებინე არასდროს მე არ დავსჯილვარ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი მაგრამ არ დავსჯილვარ იმიტომ რომ კარგად ვიქცევ აი სკოლის პერიოდში როგორი სკოლის პერიოდში მე კარგად მე თავიდან 171 სკოლაში შევედი საბურთალოზე და შემდეგ როცა გადავედით საცხოვრებლად მაშინდელი კამოს ქუჩაზე, სადაც ჩემი მშობლები ახლა ცხოვრობენ, 23 სკოლა დავამთავრე და იქ ვისწავლე ფრანგული. და ყველას გონია რომ აი ფრანგული რომ ესწავლა, ამიტომ შემიყვანეს იქ და ჩემი მშობლებისთვის ფრანგული იყო მთავარი. ეს ასე არ იყო, ეს იყო პრაქტიკული გამოსავალი, რომ დედამ თქვა კამოს 4-დან 23 სკოლა სადღაც ფეხით არის 5 წუთის თავალი, წავალ მოვა მარტო და თავკე კასტა კამოს 4, კამოს 2 ეს ქალდონთე კამოს 4 და კამოს 2 თავკე კასტა იმდენად რომ ბავშვები როცა ვიყავით კამოს 2-ლები ღობეზე დააწერდნენ გაუმარჯოს დამოუკიდებლად კამოს 2 მერე ჩვენ დავსაპასუხოთ რაღაცას ვიზავდით და კი ეს ცალკე ორი ჯგუფია ცალკე ორი ჯგუფია და ქალდონთე შატალაზე დადიოდით შატალოზე არ დავდიოდი ერთხელ ვიყავი, იმიტომ რომ გოგოები ჩვენ რაღაცნაირად სხვანაირი გოგოები ვიყავით, არ ვიცი რატომაც ბიჭების საქმე იყო შატალოზე. მაგრამ მე გამიგია რომ 23 სკოლაში აი ზუსტად იმ დროს როცა თქვენ სწავლობდით, პარკეტისგან კოცონებს ანთებდნენ ხოლმე ხანდახან კლასში. ეს ჩემ კლასში მომხდარა და თქვენ გაიკეთებთ. მე ასე ვთქვათ, ჩუმად ხელი შემწყვია, მაგრამ მე თვითონ არ გამიკეთებია. ის 12 გოგო ვინც ვიყავით, არასდროს არ მივდიოდი შატალოზე და ერთხელ რატომაც გადავწყვიტეს და დამწყები რო ხარ, ცოტა ჭკუაც უნდა ქონდეს, რომ მაგალითად შატალოზე რომ მიდიხარ პირველად კარიდან მაინც გახვიდე, ჩვენ ფანჯრიდან გადავიდეთ. რომელი სართული იყო? საკუთ მაღალი პირველი სართული და წავედით ფუნიკული 2-ზე, ოღონდ იმდენი ვერ დავგეგმეთ, რომ წასასვლელი ფული ქონდა, უკან ჩამოსასვლელი არა. და ტყით დავიწყეთ, არც გზას არ წამოუყევით და იქ კიდევ კარგი რომ კარგად დამთავრდა, იმიტომ რომ რამდენიმე ფეხი დაუწდა, დაგორდა და მოკლედ ძალიან დავისაჯეს. ინსპირაცია მე თასვლელობის ეს არ იყო თამსვლელობა, მე პრინციპში თამსვლელად თავს არ ვთვლი და მithumetes ალპინისტად ეს არ ვიცი, მაგრამ მთა მიყვარს ძალიან სვანეთიდან გამომდინარე. ჩემი ოჯახი მამის მხრიდან დღესაც იქ ცხოვრობს, თუმცა ბებიადებებო არ არის ოთხარი. ეს არის მესტიის რაიონი, სოფელი ფარი, რომელიც დიდი სოფელია და შიგ არის პატარა სოფლები, ჩემს სოფელს ქვია ზემო ლუხა. სადაც სულ რამდენიმე ოჯახია შემორჩენილი, ვიზა ჩემი დღესაც იქ ცხოვრობს, მამა ჩემი ძმა.
რომელიც სხვათა შორის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩემს ჩამოყალიბებაში, ძალიან კეთილი კაცია და მახსოვს ჩვენი მუდმივი რომ ჩავდიოდი ზაფხულში ვეკითხებოდი, ძალიან მინდოდა რომ მას ყვარებოდი. აი ეს ასაკი მქონდა რომ აი ძალიან მინდოდა რომ აი კეთილ კაცს ყვარებოდი და ვეკითხებოდი რომ მე რო დავიბადე თოფი ისროლე, მე რო დავიბადე. ანუ ბიჭებზე ისროდნენ და ქონდათ რომ თქვენზე არის. მე სულ ეს ეჭვმრია რომ აი ხა ამ კაცს რომ მინდა რომ ძალიან უყვარდა ისროლენ და თოფი დავიბადე. ну რა თქმა უნდა არა და ამიტომ ეს ძალიან შეწუხებული იყო და ერთხელაც რო ვთხარი, მითხარი რა ისროლე თუ არა. ну იცი რა არისო, შენო პირველი წულუკიანი იყავი შვილიშვილი და ძალაუნებურად ვისროლე ახლა. ოღონ დავანებას თავი ალბათ იფიქრა ხო შეერთდა. ბოლოს როდესაც მასთან, ანუ თქვენ სოფელში. სულ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ტაძარი იკურთხა მესტიაში, უწმინდეს მაგურთხა, ვიყავით და რა თქმა უნდა სახლშიც გავიარე. ქალბატონთი, აი მარტო ცხოვრობთ, ეს ინტერვიუდან გავიგეთ. აი თუ შეცვალა თქვენი ხასიათი ამ მარტო ცხოვრებამ, თუ თავიდანვე გიყვარდათ სიმარტოვე ფიქრი, მარტო ყოფნა? მე პრინციპში მარტო ცხოვრობ 23 წლის ასაკიდან, როდესაც უკვე უმაღლესში სასწავლებლად, ავად სახსენებელ ენაში სასწავლებლად წავედი. ეს სკოლა გახდა გახსოვთ პოლიტიკური განშტის საგანი. იქ როდესაც წავედი მე ვიყავი 23 წლის და იმ ასაკიდან უკვე მარტო ცხოვრობდი და რომ დავბრუნდი თბილისში ასე ვთქვათ ცალკე გავაგრძელე ცხოვრება. 2006 წლიდან სანამ სტრასბურგში მუშაობდი, სოფელ დიღომში ვაშენებდი სახლს, რომელიც დასრულდა და გადავედი და იქ ვცხოვრობ დღესაც ჩემთან. და მაცხოვრობთ მარტო, ხო? ვინ გყავთ დამხმარე თუ თქვენ ხართ დიასახლის? ბაღს ვიცით რომ თქვენ ბაღს მეული დიასახლისობის დრო არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ ამ ბოლო დროს რომ კვირა დღე მაინც დავრჩე სახლში, რომ ასე ვთქვათ. გამოგდეთ ტელეფონი ალბათ ხო? ტელეფონი არ მაქვს გათიშული, მაგრამ ნუ კვირა დღეს ამას 10 თვის მანძილზე ვერ ვახერხებდი, ახლა ამ ბოლო დროს უკვე ვახერხებ. სადილებს ვაკეთებ. და თუ გამოვიდეთ. როცა დრო მაქვს ვაკეთებ. სვანურს კუბდარს აკეთებ. კუბდარი, კაი. კუბდარი კარგად გამოდის. სხვათა შორის ამბობს რომ დედა მომცა ორი კვირა რომ ამეთვისებინა. კუბდარი, მამა, ბოდიში. კუბდარი, ხაჭაპური და კიდე რაღაც ჩამონათვალი იყო იკერძები. დედა სხვათა შორის არ მიწესებდა რომ აი თქვა სამზარეულოში საქმე გააკეთეთ, თვლიდა რომ შენ ისწავლე და ნუ მე ამისთვის ვარ აქ რომ თქვენ ხელით შეგიწყოთ, მაგრამ მამა თვლიდა რომ აბა ქალირის ქალია თუ არის ის რაღაცების კეთება და ლატენტური შიში ქონდა რომ უსაქმური არ გამოწვევდა და როგორც სვანეთში ამბობენ უპატრონოთ არ დარჩენდა რომ ქალის საქმე არ ვიცი პატრონში ქმარი გულისხმობა რა თქმა უნდა და ამიტომ 13 წლის ასაკში მითხრა რომ აი ახლა უკვე დროა და ნუ ამხელა ქალი ხარ და თქვენ ვისწავლეთ მე ვისწავლე და სხვათა შორის ეს ძალიან სერიოზულად აღვიქვიდა ყველა სენსაციო ის იყო 6 თვე რომ გავიდა და მე ხა ველოდები რომ მომდი გავიდა 6 თვე და მე მგონია რომ ის ითვლის დღეებსაც ითვლის კვირებსაც ხვამბა ისე როგორ დამავალებდა და გავიდა 6 თვე გავიდა 7 თვე არაფერს არ მეკითხება და მე აღარც მე ჩამიბარებია ანგარიში მაგრამ ნუ ესე დავრჩი ნასწავლი ასე ვთქვა. ქალბატონი აი ბაბუაზე ძალიან თბილად ახსენეთ. კიდე რა შეგიძლიათ მოგვიყოთ? აი რა როლი შეასრულა მან თქვენ ცხოვრებაში ბებიაზე მოგვიყევით უკვე? ბაბუა ალექსანდრე შანიძე იყო პოეტი. მას ეკუთვნის ის ძალიან ცნობილი ლექსი ჩემო მეგობარო, რომელზეც საბჭოთა დროს გვახსოვს დიდი მარში იყო და პარადების დროს ეს. ბაბუა და ბებია რომ ზიდან რა თქმა უნდა მახსოვს ბაბუა. ლექსიც მახსოვს კი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე ძალიან პოპულარული ლექსია და ტკბილი ლექსია, ასე ვთქვათ. ბებია ჩემი ხანდახან ბრაზით მასაც ამბობდა, ეს მე მგონი ვიღაც ქაუს დაუწერაო. და მაგრამ მისი სხვა ლექსები მე უფრო მიყვარს, მაგალითად არის ესეთი ლექსი მერცხალზე, რომელიც ამბობს ესეთ რაღაცას რიჟრაჟზე აფრენილ მერცხალს მოჭიკჭიკეს და მკერდზე ხალიანს თქვენ შორის ერთი მებრძოლი მეც ვარ და საქართველოს მზე მიხარია. ეს არის ერთი ეს მახსოვს ეს ლექსი კრებული არსებობს ალბათ. კრებული არსებობს კი და ძალიან ესეთი პოეტი იყო და ამავდროულად ძალიან პოეტურიც ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ყველას ნერვებს უშლიდა, იმიტომ რომ ამფარნილი იყო რეალობიდან. კი, ბებია ჩემი ძალიან ესეთი პრინციპული, სამართლიანი, საქმიანი, პრაგმატული და მასზე გადაიარა, ასე ვთქვათ, მთელი ოჯახის და ნათესაობის ცხოვრება. ბაბუა უფრო პოეტობდა და მახსოვს რომ მუდმივი კამათის თემა იყო სახლიდან რომ გადიოდა დიდი პორტფელი ქონდა ყოველთვის მიდიოდა მწერალ სად მიდიხარ მწერალთა კავშირში
ხო და ეს მწერალთა კავშირიც მე როდესაც რაღაც მოვლენები იყო ამ შენობასთან დაკავშირებით ჩემთვის ძალიან დიდი განცდა იყო რა მწერალთა კავშირის უმესმოდა ბავშვობიდან და ეს ძვირფასი თემა და მიდიოდა ამ თავისი პორტფელით მწერალთა კავშირში და რაღაცას კი დააბარებდა ახლა ბებია რომ საქმე და სახლიდან გამომდინარე ან რაღაცა წამოიღიან იმას რა თქმა უნდა ალბათ დავიწყდებოდა ხოლმე და რაც თავი გასვლის წინ კი ეს კი მერი იყო ესეთი ფრაზა მაგრამ ვიცით რომ იმის იქით პრინციპში იგი არაფერი არ იქნებოდა თქვენ ხომ არ დაგიწერიათ ოდესმე მე რამე ქალტონთია მაინც გენეტიკაში გაქვთ ეს მე ბავშვობაში რაღაცები დავიწერია მაგრამ არაფერი ისეთი რომ ახლა აგიღდეს ამაზე საუბარი კარგი და მე მაინტერესებს ახლა თქვენ ძალიან კარგად ხატოვნად აღწერეთ ბებია ბაბუა ერთი ძალიან პრაგმატული რაციონალური მეორე პოეტური თქვენ რომელი ხართ რომელია დომინანტი თქვენში მე პრინციპში ვთვლი რომ ორივე თანაბრად მაქვს უბრალოდ ის პროფესია და კარიერა რაც ავირჩიე თუ ასე მოხდა რომ ვარ ამაში გაბმული თუ ჩართული როგორც გნებავთ ისე დარქვით მაინც მეტი ორგანიზებულობისკენ პრაგმატულობისკენ მიბიძგებს და ეს უნარჩვევები მაქვს მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში პრინციპში გაცილებით უფრო სხვანაირი ვარ რა თქმა უნდა მისაღები თუ არა სხვებისთვის ეს სხვა თემა მისაღებია მე მაინც ძალიან მაინტერესებს თქვენი აი ეს ნაწილი მთასვლელობის ამბები ამაზე ქალბატონთია შევეცდებით რომ უფრო დაწვრილებით ინფორმაცია მოვიპოვოთ მისგან რეკლამის შემდეგ დროებით დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ქალბატონი თეატრალიანი სოფიკო და როგორც დაგვირდა უფრო მეც მოგვიყვება თავისი მთასვლელური ეპიზოდების შესახებ თქო ქალბატონთია საფრანგეთში რო ცხოვრობდი დროც მქონდა უფრო მეტი და მოგზაურობდი რა თქმა უნდა ალპებიდან დაწყებული რაც იქვე იყო ხელმისაწვდომად მაგრამ შემდეგ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ რომ უფრო შორსაც წავსულიყავთ შვენიერ დღეს ეს ხდება 2006-2007 წლებში პირველად წავედით ნეპალში და მივედით 5360 მეტრის სიმაღლემდე, რომელიც არის ევერესტის საბაზო ბანაკი, საიდანაც უკვე ალპინისტები იწყებენ ევერესტზე. ისიც რა არის, იქ სუნთქვა არ ჭირს პრინციპში, ჭირს უფრო ისიც რა აკლიმატიზაციის ერთი ღამე მაინც უნდა გაჩერდე და არიარო, იმიტომ რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად ანუ ჩვენ ეტაპი რა თქმა უნდა კლასიკური ეტაპია ნამჩე ბაზარში გავჩერდით. აი ხა ეს სად არის დიდი ბოდიში რო გაწყვეტილი? ეს არის უკვე საბაზისო ბანაკში. ეს არის ტანზანია, ჯომოლუ, კილიმანჯაროს ექსპედიცია ეს. ეს აფრიკა. არ იღლებოდი? ძალიან გამიჭირდა კილიმანჯაროზე ასვლა, რომელიც 5900 მეტრამდეა მწვერვალი უჰურუს პიკი, სადაც ბოლო ეტაპი არის ღამე. ადიხარ რომ მზის სამოსვლას შეხვდე უკვე მწვერვალზე. იქ ჟანგბადი მართლა ცოტა და გამომდინარე იქიდან რომ მე პროფესიონალი არ ვარ, უბრალოდ მაქვს ეს ინტერესი. გიდი ყავდა კარგი, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას ჩამოჯდომის, იმიტომ რომ ღამე ყინავს, შენ აქცივა და თუ მოდუნდები 8 წუთში იყინები. ღამე დადიოდით? ღამე მივდიოდით კი. როგორ იკვებებოდით? აი რა იყო თქვენი რაციონი? ძირითადად ბრინჯი, ჩაი, ყავა როცა ქონდა გვიხაროდა. რამდენ კილოიანი ზურგჩანცა გეკითხეთ? წვნიანი ქონდა ყოველთვის კი. მაგრამ ძალიან ძნელია პისტარება ზურგზე. სხვათა შორის, იმიტომ რომ მე არ ვარ პროფესიონალი, კილიმანჯაროზე ყავდა დამტარებელი, რომელიც ატარებდა, მაგრამ ნეპალში მე თვითონ ვატარე, აი ევერესტის საბაზისო ბანაკამდე, ჩემი 15 კილო. აფიჭიდა ხალხი რომ ძალიან მიჭირდა. ორჯერ 15. და ვატარე კი. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება მაინც კილიმანჯაროზე ასვლას, იმიტომ რომ ის მაინც პიკზე ასვლა და ჟანგბადი არ არის და ასე შემდეგ, ამიტომ, მაგრამ ძალიან ლამაზია. რა გრძნობაა, რომ აი ამდენი წვალების შემდეგ ახვედით და ბოლო წერტილია მწვერვალზე. ორი სიტყვით რა გრძნობა გეუფლებათ? ეს არის თავისუფლების საოცარი განცდა და იმის განცდა, რომ აი შენ ეს შეძელი.
ვისთვისაც ეს მაგალითად ის გიდი ვინც გვახდა ფიპების ტომიდან იყო ის ახალგაზრდა კაცი სამუდრო მე აქვს 215 ამოვიდა რომ გიდია მაგრამ ნუ ჩემთვის ეს რა თქმა უნდა იყო ასე ვთქვათ გიდი მიღწევა რომ ეს შევძელი და გავაკეთე მიუხედავად იმისა რომ ძალიან გამიჭირდა და გვაყოფილი იყავით ალბათ ძალიან აი ბედნიერების განცდა რომ შენ ეს შეძელი სადღაც გზაზე არ ასე ვთქვათ შერცხვით ხვირპილი არ შეგიცხვა და იქ მოხვდი ზევით ძალიან დიდი სილამაზეა ამბობენ რომ ეს ყინული აღარ არის მარადიული და რა კი დათბობა მიმდინარეობს 25 წელიწადში აღარ იქნება და დადნება და ამიტომ გაგვიმართლა რომ ყინულიც ნახეთ კი ეს თქვენ თავ დაუნტკიცეთ რომ ეს შემიძლია თუ უბრალოდ სიამოვნებისთვის ახვედით და არ ფიქრობდით თქვა ამ პასუხისგებლობაზე ამ თავის თავთან ჭიდილზე ევერესტის საბაზისო ბანაკი ნეპალი ეს 2 კვირას სიარული რომელიც აგრეთვე ძალიან რთული იყო უფრო სიამოვნება იყო ეს სიამოვნებასთან ერთად ტანზანიაში წასვლა რომ კილიმანჯაროზე ავსულიყავით უფრო ჩემ თავთანაც ასე ვთქვათ ანგარიშის გასწორების ფორმაც ჰქონდა ამას რომ აი თუ შეგიძლია ახლა რომ ძალიან დიდი ბოდიში ქრონიკის დროა გავიგოთ მოკლე ანონსი თუ რა ხდება საქართველოს მის ფარგლებზე და ჩვენ კვლავ ძალიან ცუდია იმიტომ რომ მე რეწყვენ უთორო ჩართო იქაც სტუდენტიანი არა ჩვენ დღეს შევეცადეთ სხვა კუთხით დაერახა მაყურებელს თეატრალუკიანი ამიტომ თქვენ რომ გქონდეთ ახლა მის შესაძლებლობა მიიღებდით კიდევ ერთხელ მონაწილეობა რომელიმე ექსპედიციაში აუცილებლად როგორც კი ამის დრო მექნება აუცილებლად სადმე გავემგზავრები ხომ კალათონთია ბები აუცილებლად დაგეკითხებოდა კილიმანჯაროზე რო წახვედიო იქ რო წახვედი აქ რო წამოხვედიო შხარა არა შხარასთან რატო არ მიხვედი ახლოსო მაგალითად უშბა რატო არ დალაშქრეო იმიტომ რომ ეს უხებზე რატო არ ახვედი შვილო საქართველოში მე ჯერ ფეხს არ დგამარსად ველოდები საქართველოს პრეზიდენტი რომ მოიცლის რომ ვერ შევეჯიბროთ შეეჯიბროთ მოგენატრათ თა ძალიან მენატრება კი ძალიან მოგეს პრეზიდენტს ალბათ მოუგებ რომ დალაშქრა კარგი სიმაღლეები კი მაგრამ რეალობაში არის ანახავი იქ როგორ დღეშია ხოლმე ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება ერთად თაში ხო კალათონთია მაშინ გადავიდეთ არც თუ უფრო საინტერესო თემაზე კიდევ ერთ საინტერესო თემაზე რომელიც თქვენ სტუდენტობას შეეხება ანუ თქვენ მარტო ცხოვრობდით სტრასბურგში შემდეგ გქონდათ თანამდებობა ისეთი იურისტი იყავით ისეთ თანამდებობა გქონდათ რომელიც ყველა იურისტისთვის ალბათ სასურველია სანატრელია საიდან დაიწყო ეს ყველაფერი დავიწყოთ სტუდენტობით და მივიდეთ იქამდე რატომ დატოვეთ ეს თანამდებობა და რატო ჩამოხვდით საქართველოში მაღალი ხელფასი და ყველასთვის სანატრელი თანამდებობა მე როდესაც წავედი პირველად სასწავლებლად 16 წლის ვიყავი და იმართლა მამაჩემო ითამაშა დიდი როლი სიმტკიცეში რაც დღესაც მაქვს სხვა მხრივ არ მექნებოდა ბებიის მერე მამა არის ჩემს ასე ვთქვათ ცხოვრებაში აი ეს ორი მტკიცე ფიგურა რომელიც არ გაძლევს საშუალებას რომ წაიქცე არადა წაქცევის ძალიან ბევრი შანსია ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში. როდესაც წავედი, რა თქმა უნდა, იქ ოჯახმა ითამაშა დიდი როლი, რომ შემდეგ იქ თქვათ გამეგრძელებინა მე ფიქრა იმაზე, რომ იქ მემუშაო. არ შემიძლია არ გავიხსენო სკოლაში რომ სწავლობდი საფრანგეთში საბჭოთა დრო იყო, დღეს იმეილია, ტელეფონია, მაშინ არაფერი არ იყო. მე ვიყავი ასე ვთქვათ სხვა სამყაროში, დასავლეთში და ძალიან მიჭირდა, ძალიან. ერთადერთი აი ეს კონტაქტზე მინდოდა მე თქვა დღეს ეს წარმოუდგენელია რომ ვიხსენებ. ჩემი ძმა ყოველ დღე პლეხანოვზე ფოსტაში, ფოსტამტი ერქვა იქ მიდიოდა და აი საბჭოთა ლურჯი წითელი კანტები რო აქ აი კონვერტში დებდა წერილ, სადაც იყო აღწერილი რა ხდება სახლში, რა ხდება ეზოში, რა ხდება სკოლაში. და ყოველ დღე მიგზავნიდა თითო წერილს ერთი წლის განმავლობაში და რატო? იმიტომ რომ წერილები იკარგებოდა. და მას ესეთი თავისი გათვლა ჰქონდა რომ წერილი რო დაიკარგოს კვირაში 4 3 მაინც ხომ ივა, ანუ კვირაში ექნება 3 წერილი და ყოველ დილით ხდებოდა მახსოვს პირველი რომ ვიხუძები ტელევიზორისკენ ვიყურებოდი, იმიტომ რომ იქ მიდებდნენ ის ჩემი ფრანგი მშობლები, ვინც ასე ვთქვათ იქ მაცხოვრებდა თავის ოჯახში, ბევრი იკარგებოდა, მაგრამ მაინც მქონდა ეს განგრძობადი ისტორია რა ხდება სახლში. აი ოჯახმა მომცა იმის საშუალება შორიდან რომ მე ვთქვათ გამეკეთებინა ის რაც შევძელი. კარგად თუ ცუდად ეს არ ვიცი და არც არის ჩემი შესაძლებელი არიან ისინი დღეს. იმ თეატრი რა თეატრს ახლა ჩვენთან ზის სტუმრად. ჩემი ძმა ვიცი რომ კმაყოფილია, მშობლები მე მგონი არ არიან კმაყოფილი, იმიტომ რომ თვლიან რომ რეალურად ადამიანმა ასე ყველაფერი გადადოს და სხვა რაღაცებს აკეთებს ეს ხანდახან საკუთარი თავი არ ახსოვდეს, ეს თავისი ფორმის უპასუხისმგებლობაც არის გარკვეული. თქვენ ძმაზე გითხარით არაფერი არ გითქვამთ. ჩემი ძმა ჩემი ნაწილია, როგორ თქვა, ეს ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია, ჩემზე უმცროსი რო ამიტომ
ალბათ უფრო მეტად მიყვარს ვიდრე უფროსი ძმა რომ ყოლოდა და მეყვარებოდა, იმიტომ რომ ის დაოჯახებულია, 2 შვილი ყავს. და რეალურად ბევრი უფრო მეტი მაკავშირებს მასთან ვიდრე ნებისმიერ შემდეგ შეძენილ მეგობართან, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მაინც ერთად გავირეთ. თუნდაც აი ის როგორ მიჭერდა მხარს, როცა მე ძალიან მიჭირდა საფრანგეთში საბჭოთა ბავშვს მარტო შოკირებულს. კი, ნამდვილად ეს ჩემი ძმის ბათუს დამსახურება. რაც შეეხება შემდეგ პერიოდს უკვე, როდესაც მე დავბრუნდი, სწავლობდი სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ წავედი ენაში სასწავლებლად. იქიდანაც დავბრუნდი და მქონდა ესეთი სურვილი, რომ საქართველოში მემუშავა ეს რაღაც ენაში რომ სწავლობ, გასწავლენ პირველ რიგში იმას, როგორ უნდა ემსახურო სახელმწიფოს. ეს იყო მთავარი მიზეზი აქ დაბრუნების? დავბრუნდი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მითხეს, რომ თქვენი ადგილი უკვე დაკავებულია, ერთ-ერთი წელი მუშაობდი და განცხადება დაწერეო და განცხადება დავწერე, მაგრამ არ აღმოჩნდა არაფერი. და შემდეგ მქონდა ჩემს მეგობართან შეხვედრა, რომელიც მაშინ იყო დეპუტატი თამუნე ნინოშვილი და მან მითხრა, რომ აი აქ არის ერთი ახალგაზრდა ესეთი კაციო, რომელიც აი გაიგებსო, რომ ადამიანი რო ბრუნდებაო საქართველოში ნეიპოს სამსახური და იმას შეგახვედრებო და ვინ არის მეთქი ეს კაცი თქვა და მიშა სააკაშვილი. და არ გოდებოდეს ლილიო გადახოვა. მე ვხარი არა მეთქი, მადლობთ. რატომღაც არ მინდოდა, არ ვიცი ახლა და წვიმანდები რატომ და ну მოკლედ ვერ შევხვდი ასე ვთქვათ. ვინ იცის რა მოხდებოდა რო შეხვდით? ვინ იცის რა მოხდებოდა. და ვერაფერი ვერ ვიპოვე მოკლედ რომ ვთქვათ და ამასობაში გამოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში კონკურსი ქართველი იურისტის, რომელსაც თვითონვე შეარჩევდნენ. იქ შევიტანე განცხადება და გამოცდები გავიარე და ამიყვანეს მუდმივ თანამშრომლად 65 წლის ასაკამდე შემეძლო იქ მემუშავა. მაგრამ იმენი უბედურება გროვდებოდა ჩემ აგიდაზე და სულ მეხუმრებიან ხოლმე ჩემი თანამშრომლები და მეგობრები, რომ შენ დედაზე უფრო პატიმრები გიყვარსო, იმიტომ რომ პატიმრების საქმეები შემოდიოდა ძირითადად ჩემთან და ძალიან ბევრი უბედურება გროვდებოდა. სასამართლო როგორ იქცეოდა ესეც შემაგიდაზე იყრიდა თავს და გადავწყვიტე. არ აღმოჩნდა და სტრასბურგში რო აღმოჩნდა ადგილი, ეს კარგი იყო ძალიან. თავდახარო ძალიან ცოტა დაგვჭა, მე არ შემიძლია არ კითხოთ ქავტონთია. აი მომავალი სახლი თქვენი სად იქნება? საბოლოო. ჩემი მომავალი სახლი დღეს ვიცი რომ მუდმივი სახლი იქნება საქართველოში. რადგან ცვლილებები ყოველ ცხოვრებაში ხდება და ჩვენს ცხოვრებაშიც, მაგრამ აუცილებლად შევინარჩუნებ საფრანგეთთან კონტაქტს, იმიტომ რომ ფრანგმა ხალხმა და საფრანგეთმა მე ადრეულ ასაკში შემithვისა, მომიარა, მასწავლა და იქ სახლიც მაქვს და ამიტომ იქ დავბრუნდები ხოლმე, მაგრამ დასალაშქრი გაქვთ ერთი მწვერვალი, რომელიც ძალიან გსურთ რომ დავაშქროთ, ხო? აფრიკაში. აფრიკაში საერთოდ მინდა რომ თუ მექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ მწვერვალი დავლაშქრო, არამედ დროებით დავსახლდე კიდეც თუ ამის საშუალება. აფრიკაში. მანამ სანამ ალბათონთე აფრიკაში დასახლდებოდეს, ჯობია დავემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო სტუმარი ბრძანდებოდით და გადაცემის შემდეგ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ნინო სურგულაძე და ნოე სულაბერიძე. ვისაუბრებთ პროექტზე ცეკვიან ვარსკვლავი. დიდი მადლობა კიდევ. დიდი მადლობა ქალბატონთია. დიდი მადლობა.